გამარჯობა მოგესალმებით ყველას ახლა არის 2 საათი ხდება დღეს არის 21 აგვისტო და მინდა რომ ვიდეო მომართვა ჩავწერო შევეხები პირადსაც შევეხები ჩემ ახლობლებსაც და ჩემ მტრებსაც ასევე შევეხები ოცნების საკითხებს ჩვენი აქ მოქმედი პოზიცია ოპოზიციის საკითხებს რუსეთ-უკრაინის საკითხებს შევეხები, ევროპის საკითხებს შევეხები, აშშ-ის საკითხებს შევეხები, ისრაელის საკითხებს შევეხები, ასევე ხელოვნური ინტელექტის საკითხებს შევეხები და შევეხები ჰააგის საკითხს და შევეხები სუპერბერგის საკითხს. ისე რომ დავიწყოთ. გამოწერილები გამოწერილები მოვიდა წავიკითხო. ხო, აი ესე ვიტყვი, ყველაფერი ყირამალაა, დღეს. აქაც და სოფლიოში, ურთიერთობებში. უკუღ მართულად მიდის რა ყველაფერი. სამწუხაროდ რასაც ვეუბნები უმეც რასაც უმოქმედებ უკუღმა მოქმედებას მithვლია რასაც ვებრუზი იმას მაბრალები რავი ვინც გამომიწვია ისე მოიქცა და ისე იქცევა ეხლა მეუნება ეგრე რატომ მომიქცია ეგრე რატო იქცეოდი მე დავებიან რაც არ მithქვია რა ყველაფერში თვითონ არიან მართლები და მე ესე იგი ტყუი მე არა ვარ მართლები ვინც მიყვარდა და მიყვარს და პატივს ვცემდი და პატივს ვცემ დღესაც ხო იმან შემიძულა და ის მიძულებს რა თუმცა მე ჩემაც ისევ მიყვარან და მინდა რომ იცოდნენ ეს ჩემებზია საუბარი ადრე ეს ჩემთან იყვნენ ჩემთან უნდათ ეხლა აღარ მეკარებიან და აუჩი რაღაცაში ვენდი და ჭორაობა დაიწყეს ვიღაცებს უთხრეს ის რაც ჩვენ შორის არის რაც პირადულია შენ რა იცი ჩვენ რო ვიცით და ამიტომ უშიტყოთ დაგვემორჩილეო მე რომ მიომია შენსაც გიომიაო მაგდენიო რავი იგავს გავახსენეთ მე ვენახე მეზე რა ქვია ხო ბატონმა რო დაიბარა მუშები და დილით მისულებს რომ რაღაც გარკვეული თანხა შეპირდა და მე შუადღით რომ მივიდნენ საღამოთი რომ მივიდნენ იმათაც რომ იგივენაირად გადაუხადა და ბატონს რო შესჩივლა რომ რატო გადაუხადე მაგაც იგივენაირად შენ რა გინდა შენ ხომ აქ ფაში მოგირიგდი ხო და მე როგორც მინდა ისე უხდიო იმას დანარჩენს ეს მინდა იცო ეგრე ნუ მომოფო საფრთხეს ვიქნიო ომოფრა ამ შემთხვევაში ამაზე სოციალურ ქსელებში რომ მომოხდა რომ ვიბრძვი და რომ მინდა რომ ქართულმა ერმა და არა მარტო ქართულმა ერმა გაიგოს რა გვაქვს გასაკეთებელი რომ გამოვიდეთ ამ გაუსაძლისი მდგომარეობიდან გადავჭით და არა მარტო გადავჭით არამედ ავშენდეთ და გავწყინეთ ეს ქვეყანა
ჭეშმარიტი სიტყვით, მართალი სიტყვით, სიმართლით და სამართლიანობით და არა ეხლა როგორც სამართლობა რო გაუვით ყველას. ხო, მე როგორც გეუნები ისე იომეო, რავი, ერთი ყველასთვის მოსაწონი ვერ ვიქნები. ზოგს იმის უნარი მოგცა თუფალმა, ზოგს იმის უნარით დაგაჯილდოა თუფალმა. მე ჩემად რაც მევალება, იმას ვასრულებ და პასუხს ვთხოვ და პასუხს ვცემ და გმობ იმას, ვინც დასაგმობია და ვაქებ იმას, ვინც აქებია. და ვისაც რა ენით ესმის, იმ ენით ველაპარაკებ, რომ იქნებ გაიგოს. ამიტომ რავი, მეც ბევრი რაღაცები არ მომწონს, მაგრამ მთლიანობაში ჩემები ხართ და დიდ პატივს ვქცემ და მიყვარხართ. და იგივეს მოვვითხოვ თქვენგანაც. ნარციზიზმი კი ისო, ანუ ესეთ ჩემ თავზე დიდი წარმოდგენა მაქვს, არა და არა მაქვს ჩემ თავზე დიდი წარმოდგენა, მაგრამ არავის არაფერს არ მოუწევს. არავის სათქმელს ვიტყვი ყოველთვის. ესე მინდა რომ სიმართლით ვიარო და მართალი ვიყო და რაღაცებზე თვალი არ დავხუტე, თუმცა რაღაცებზე მაინც ხუჭავ თვალი. ჩემ ახლობლებთან, რომ ურთიერთობები შევინარჩუნო, რომ მე არ დამბრალდეს მე იმაზე რომ რაღაცაზე იმაზე პასუხი მოვთხოვე, რაღაც სიტუაციები გამოჩნდა. ხო, ისო. ეთქო ბავშვობაში ჩაგრავდნენ და ეხლა გინდა რომ დაუმტკიცო ვიღაცეებსო რომ მაგარი ბიჭი ხარ. ერთი ბავშვობაში არასდროს არავინ არ ჩაგრიდა. პატიოსან ოჯახში გავიზარდე. ყურადღებას არ მაკლებდნენ ჩემი. პატარაობაში კიდევაც მიჩხუბია, კიდევაც უამრავი რაღაც მომხდარა ჩემ ცხოვრებაში. ისე რომ მე დავჩაგრულიყავი და ეხლა ეგ მალაპარაკები და ის რომ მე ჩემ თავზე დიდი წარმოდგენა მქონდეს, არა და ამას ყველა ვიდეოში ვამბობ ხოლმე. ერთ ჩვეულებრივი ცოდვილი ადამიანია. უბრალოდ ჩემ თავზე ვიღებ ვალდებულებას, რასაც ხვები არ ამბობენ და ვერ ამბობენ ის გითხრათ. და საქმის ყუთი ჩაგაყენოთ ყველა. აი ეს ღიათ აშკარად. და არა ვიღაცები რაღაცებს რომ არიან აუმფარებულ სოციალურ ქსელებში და ისევ გამომიხტებიან ხოლმე. და მე ისევ შეხტებიან ხოლმე, საიდანაც გამოხდა. ძლებს რო გამხდიან ხოლმე. მე მაღლა ვდგევარო, ანუ შენზე მეტი ვარ. მე უნდა დავემორჩილო სიტყვათავ და უსიტყვას არავის არ დავემორჩილები და უსამართლობას ჩემს მიმართ არავის მიმართ არავის არ მოუწმ. ესე ცხოვრობ მე. ქვეყანა მიწოდა და რათას ქვიო, შენ საქმეს აფუჭებ. ვინმეზე ვიტყვი, ან რამეს ვიტყვი, ან რამე ინიციატივა მაქვს, ყველაფერს იწუნებენ და საწინააღმდეგო ისა, რავი. წინააღმდეგობაში მოდიან რა. ვინც ჩემია, იმას არ ყოფნის სასაცილოდ, იმას რასაც მე მოვუთხო. იმას არ აქვს ამის რწმენა. რომ ჩვენ სულში უშველებელი ძალა გვაქვს, რომ სიტყვა არის ღმერთი და მით უმეტეს, როდესაც სიტყვას ამბობ რწმენით ადამიანს, მას უშველებელი ძალა აქვს. დამანგრეველი და აღმშენებელი. რომელი სიტყვას ამბობ. რა იმითი ამბობ. გაგებით, რა გრძნობით. ამას უშველებელი მნიშვნელობა აქვს. მე საუბრობ სიყვარულით და რწმენით. და სიყვარულით და რწმენით ვითხოვ ჩემი თავისგანაც და სხვებისგანაც იმას, რაც გასაკეთებელია. შეუმცდარი არა ვარ, ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ მე. ბევრი შეცდომების დამიშვია და ბევრი ცოდვების ჩამიდენია დღესაც ჩავდივარ ძღალში და რბილში მაქვს გამჯდარი ის წლები, რაც გამოვიარეთ დღემდე რომ მოვედით რა ყოფაში ცალოთ. და ვიბრძვი იმისთვის, რომ ჩვენი მომავლები იყვნენ ჩვენზე უკეთესები, რომ ნელ-ნელა დროში გაიწმინდეს ჩვენი მომავალი თაობები
ის ურჩევნია მამულსა რომ შვილი ჯობდეს მამასაო და ამისთვის ვიღრწვი თორე ბევრ რაღაცებზე მე უარი ვთქვი ჩემს ასე როგორც ცხოვრობ მაგრამ ბევრ რაღაცებზე უარს ვერ ვამბობ ჯერჯერობით ესე ვარ თუ შევძლებდა ბოლომდე ვიტყვი უარს ხო კარგი თუ არა და მე რადგან ესეთი ადამიანი ვარ ჩვეულებრივი არ შემიძლია ვისაუბრო და გადარჩენის გზას რო გთავაზობ ამიტომ არ უნდა მიიღო რო გეუბნები რომ იქ ორმოა და მართლა რო ორმოა რახან მე შენთვის არ წარმოვადგენ არაფერს ან ადრე რაღაც შემეშალა ან რავი ეხლა რაღაცებში ვერ ვთანხმდებით მაგის გამო შენ მაინც უნდა გააგრძელო გზა და იმ ორმოში უნდა ჩავარდე ეს მოუთმინო მე ესე გაჩუმებული არ ვიბრძოლო ამ უსამართლობისთვის მე გაბრიელ გაღელეშვილი სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობის სამგზის დელეგატი და სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობის დადგენილებათა აღმასრულებელი საბჭოს წევრი ასევე ქართლში აღმასრულებელმა მდივანმა და ორგზის ზოგი დარჩენილი პესიმიზმში კი არის აკეთებს მაგრამ იმ წმენით არ აკეთებს და მე რატო არ გამოდის ან შე რო ვიღაცასთან მიდიხარ და ეგრევე ხელს იქნებს არა იმისგან არაფერი არ გამოვა მე თვითონ მიდის და თვითონ ელაპარაკება და მე არც მახსენია რავი ან არ ელაპარაკება საერთოდ ქვეყანას როგორ უნდა უშველო თუ ჩვენ ერთმანეთში ვერ დაულაგდით ყველაფერი მიზაც არის რომ ეს საკითხი გადაწყდეს ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც და ქართველები ვერ ულაგდებით ერთმანეთში ქართველები ვერ ულაგდებით ყველას გაუდის მე-ეს დახილ მე ვარ გადამრჩენელი ამ დროს დადებულია ქვეყნის დასული მოსახლეობის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი სამგზის და სამგზის სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობებია ჩატარებული რომელსაც დადგენილებები აქვს მიღებული და ქვეყნის დასული მოსახლეობის უმრავლესობის სახელით შეჩერებული აქვს უფლებამოსილებები მაშინდელი შეორნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილის ხელისუფლებებისთვის გამოცხადებულები არიან იგი უზურპატორებად, იურიდიულ სამართლებრივად საუბრობენ. და შეჩერებული ამ კონსტიტუციის მოქმედება. გაჩერებული კი არ არის და გაუქმებული კი არ არის. შეჩერებული ამ კონსტიტუციის მოქმედება 2002 წლიდან. და ეს ყველაფერი დაგზავნილი აქ მორწყულია ეს ქვეყანა. ყველაფერი კარგად იცით და დაგზავნილია 200-ზე მეტ ქვეყანაში. ანუ მათაც ყველაფერი ძალიან კარგად იციან. და დაგზავნილია ყველა საერთაშორისო გაერთიანებებში რომ ეს ხელისუფლებებთან მიღწეული ნებისმიერი შეთანხმება, ხელშეკრულება, ნებისმიერი თანხის თუ იმის ვალად მიცემა ამ ხელისუფლებებისთვის არის ქართველი ერის ნების საწინააღმდეგო ქმედება და იურიდიულ სამართლებრივად მას არ აქვს ზალა და ამ საკითხს თუ გადავწყვიტავთ ქართველი ერი რაზეც აქვს ხელი მოწერილი ქვეყნის დასული მოსახლეობის უმრავლესობას უღარ გამამეორებინებთ ნახეთ ჩემი წინა ვიდეო მომართვებით. შეძით მართალი სიტყვის ძალის საიტზე, YouTube და Facebook საიტზე და იგდებს და აქ ჩემ გვერდზეც უამრავი მაქვს ეს საკითხები ნათქვამი. ეხლა ის მართალი სიტყვის ძალა ჩემ პატარა ძმებს დაუთ, რომ იქ თავის ვიდეო მომართვები დასდოს და დასდონ და მე აქედან ესე ჩემ, იმიტომ რომ აქ საქმე მაქვს, ფაქტიურად ვერ გავდივარ სოფლიდან. თუმცა როგორ არ გავდივარ ეხლა თბილისშიც ვიყავი, გუშინწინ გორშიც ვიყავ. თორე აქამდე მინდოდა ჩამიწერა ეს ვიდეო მომართვა და ვერ მომიხერხდა ეს სიტყვა. მაგრამ ეხლა წერ და იმედია ჩავწერ და იმედია თქვენ მოგაწოდებთ აი ამ ჩემს სათქმელს. ნუ ხართ მეთქი იგავებში და იმ ძველში ჩარჩენილები და ყოველ წუთს ყოველ წამს იცვლება ვითარება დროჟამიდან თუ არა უწყებ ეხი არ მიყევი დროჟამის იმას მოთხოვნებს და თუ შენი აზროვნება ესე წერეზე ტრიალებს და თუ არ წახვედი ეს სპირალს შენ აზროვნებ ხო ნუ ეს წერეზე სიარულით დაიღუპავ თავს მოუსავლებს მოსდევ თავს ამის თქმა მინდა მეტი კი არ ხედავს დროში სხვა განზომილებაში ვარ დედამიწა რის სისტემასთან ერთად და ირმის თანავარსკვლავებთან ერთად აი ეს
ტრიალებს და მიდის უსასრულო სამყაროში და ერთი დღის წინ რო დავიწყე საუბარი ამ წერტილში რო ვიყავით ეხლა 1000-ობით კილომეტრი გვაქვს გავლენი და ეს სივრცეები სხვადასხვა ცოდნებით არის დატვირთული ღვთისგან ანუ სიტყვით არის ერთ სიტყვით მთელი სამყარო 4 ყარო და უსასრულო სამყარო გაჟღენთი უფალია ვისაც გწამთ უფალი ყველგან და ყველაფერშია უფალი და ეს სხვადასხვა განზომილებებს სხვადასხვა საფეხურებზე რო ავდივართ ეხლა მე-4 წრეზე ვართ ჩვენ ერთი ყრილობა ჩავატარეთ მეორე ყრილობა ჩავატარეთ მესამე ყრილობა ჩავატარეთ ეხლა უნდა ჩატარდეს მე-4 სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობა და იქ უნდა მოხდეს დროებით კოალიციური არჩევა და შემდეგ მომზადება იმისთვის რომ ჩვენ ქართველიერი გადავიდეთ ახალ ფორმაციაზე ანუ ამ კაპიტალისტურ მევახშულ ფორმაციაზე თქვათ უარი და ზნეობრივი ქრისტიანული ანუ ღვთაებრივი ეროვნული ზნეობრივი სამართლიანი ფორმაცია დავდოთ და ცხოვრების წესი დავდოთ და იმით ვიცხოვროთ შევცვალოთ ეს გარედან შემოგდებული ღამურა კანონები გავასუფთავოთ ეს დაბინძურებული ჩვენი კონსტიტუცია რომ მოგვეცეს იმის საშუალება რომ იმ ახალზე გადავიდეთ და მე საერთოდ ახალი კონსტიტუცია უნდა დაიძროს და დაიწეროს ახალი კანონმდებლობა დროში გაწერილი პროგრამა იქნება რა უნდა გააკეთოს ერმა და იმათ ვისაც ჩაბარდება ერთა ქვეყანა და კონსტიტუცია დაიდება რომელიც მსახურიც იქნება ის პირველი პირი და დანარჩენები ვინც იქნებიან სხვადასხვა თანამდებობები ხელისუფლებაში ეს აღარ იქნება ეხლა უარიან და არიან გააკეთებს იმას იმ დროში გაწერილ პროგრამაში რაც იქნება არ გააკეთებს და იქნება სტრუქტურები რომ შეცვლიან და იმას მოიყვანენ ვინც გააკეთებს თუ დასაჯდელი იქნება ეგრევე ციხეზე არ იქნება ხელის გადასმა და გირაო გადაიხადოს დააშავა პასუხისმგებლობის ყველა ეს ქვეყანა უნდა იყოს განსაკუთრებული სტატუსის მქონე ნეიტრალური ხელშეუხებელი ქვეყანა ჩვენი პატრონი მხოლოდ უფალი უნდა იყოს და არა რომელიმე ქვეყანა აქეთ-იქით რო იყურება არც ერთ გაერთიანებაში არ უნდა იყოს საქართველო მხოლოდ გაეროს ისიც ახალი გაეროა შესაქმნელი რომელიც მართლმსამართლიანი იქნება და არა ესეთი როგორც დღეს გვაქვს უსამართლობის ბუდეთ როა ნაქცია და 2 მაგის სტანდარტი და 3 მაგი და 10 მაგის სტანდარტები როა ამდენი ხანია შექმნის დღიდან დღეს ხო კიდე საერთოდ გადასულია ყოველგვარი ზღვარი მოუსავლეთისკენ მიდის ეგ გაერო დღევანდელი დაიწევა ეგ და დაიდება ახალი იქ იქნება საქართველოს დანარჩენი არც იქნება დამოუკიდებელი ქვეყანა თავის ბატონ პატრონი და ესე ექნება ურთიერთობა ყველა ქვეყანასთან კეთილმეზობლური ვინც ამას ისურვებს ეს ამაზე აქვს ხელი მოწერილი ეს სამგზის და ეს არის მოთხოვნები ღვთისა მოსული ღვთის სიტყვის რომელიც გაცხადებულია დაბეჭდილია დადებულია ქართული მწერლის საზოგადო მოღვაწის აკაკი ჯორჯიძის მიერ ყველაფერი დევს გამზადებულია იურიდიული საბუთებით პროგრამა რა როგორ გაკეთდეს და უამრავი კიდე სხვა მასალა როგორც დაწერილი როგორც დახაზული როგორც ასევე ვიდეო მომართვები და ასევე დოკუმენტური მასალები გადაღებული ვიდეო მასალები რომ ეს ყრილობები ჩატარებული გვაქვს და რომ ყველაფერი გვაქვს ისე გაკეთებული როგორც მოითხოვს ჩვენი კონსტიტუცია კანონმდებლობა და საერთაშორისო სამართალი და მოსადავებელი ამასთან არავის არაფერი არ აქვს თუ არ და მოვიდნენ და გვედაუნ გინდა აქ ვისაც უნდა გინდა ქვეყნის გარეთ ვისაც უნდა დაგვისცენ დაგვისვან თავიანთი ექსპერტები და იმის მწოდნეები და ამის მწოდნეები და კონსტიტუციონალისტები და საერთაშორისო სამართლის მწოდნეები და დაგვიმტკიცონ რომ უმრავლესობა რაზეც ხელი მოაწერა ამას იურიდიული ძალა არ აქვს იმიტომ რომ ეს ხელისუფლებამ ამის უფლება არ მისცემს ხელისუფლების წყარო არის ხალხი კონსტიტუციაში პირდაპირ მიწერია რომ ერისნება არ უზენაეს თვით კონსტიტუციაზე მაღლა მდგომი და ეს დაკმაყოფილებული და ვალდებულია ხელისუფალი დაემორჩილოს ერისნებას და როდესაც მიეცათ მათ ვადა 72 საათი რომ გამოეხატათ თავიანთი პოზიცია ამ მიღებული დადგენილებებისადმი რომელიც ყრილობამ მიიღო ესენი დადუმდნენ და ამიტომ გამოცხადნენ დიქტატორები უზურპატორები და არიან დიქტატორები და უზურპატორები იურიდიულ სამართლებრივ ფაქტობრივად კი არიან და მართავენ ამ ქვეყანას ზოგი უკვე წავიდა პოლიტიკურ მოუსავლეთში და ზოგი ეხლა ემზადება რომ მაგისტრის რომ წავიდეს პოლიტიკურ მოუსავლეთში და მაგეების ვისაუბროთ
მიუწევთ ერთმანეთს წარსული ცოდვები. ნულიდან დავიწყოთ ცხოვრება. ყველას შეგვიძლია ერთმანეთთან, არავინ არა ვართ უცოდვები და შენ თუ გინდა რომ გეპატიოს სხვისგან, შენც უნდა აპატიო იმას. რომ უფალმა გაპატიოს, რაც მთავარია. თუ შენ არ აპატიებ შენ ძმას, შენ ახლობელს, შენ გვერდით მდგომს, შენ ქვეყანაში მცხოვრებს თუ გინდათ ადამიანს, ნუ ელი მერე უფლისგან პატიებს. ეს შანსი უნდა მივცეთ, ანუ პოლიტიკურად ეს საკითხი გვაქვს გადასაწყვეტი, რომ ახალიდან დავიწყოთ ცხოვრება, იმიტომ რომ ყველასთან დაპირისპირებულები ვართ და ეს ქვეყანა კიდე ხელიდან გვეცლება მომხდურია მოსული, გარე და შიდა მომხდურია უამრავი. და ამას წინააღმდეგ რომ გავერთიანდეთ, ჩვენ ერთმანეთს უნდა შევიყვაროთ, ერთმანეთს უნდა მიუწევოთ, მინიმუმ პატივისცემა მაინც უნდა გამოვიჩინოთ ერთმანეთის მიმართ და ვინც ამ საქმეს ემსახურება, ის წინარეები აღარ უნდა გავახსენოთ, აღარ უნდა წამოვაჯახოთ. აი ესე უნდა ვიცხოვროთ, რომ ეს ქვეყანა როგორღაც გადავარჩინოთ, რომ ერთიანი ფრონტით გამოვიდეთ და აი ამ საბუთების საფუძველზე ეს ქვეყანა რეალურად გამოვიდეს. ღმერთის გარდა არავის არ ანდოთ თქვენი პირადი რაღაც საიდუმლოება ან სხვის. არ შეიძლება დღეს შენი ახლობელია, მაგრამ თუ ყარხარ, მაგრამ რაღაცა მოხდა და მე შენ ან მართალია შენთან, ან ყვანია შენთან და ან რაღაცის გამო დაუპირისპირეთ ერთმანეთს, ან კიდე ის შეენა ვერ უჩერდება და სადღაც იწვის ამას. და მე შეგექმნება პრობლემა, ან სხვებზე, რაც სხვა მგითხრა, არავის არ უნდა უთხრა. ეს უნდა იცოდე ადამიანი. ეს არის უდიდესი ცოდვა, რომ იცოდე. რაც ძალიან პირად უზენო საუბარი, იმას ეხება, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანს რა ამბობს. ის ცხოვრება, რაც ჯოჯოხეთად აქცევს ის ცხოვრება. იმის გამო, რომ ის მოსდეთ ერთ ქვეყანას. ისე რომ ეს დაიმახსოვროს, ვისაც საიდუმლოებების შენახვა არ შეგიძლია. მაგრამ არის ის რაღაცეები, რაზეც მეც მედავებია, მაგრამ ის ქვეყანა მიცოდა და სათქმელი იყო, რომ ჩემად დამელოცა. ისინი და ვიღაცისთვის მეთქვა, რომ შენ ამას იქ მოვა, რასაც გეტყვის დაუგებ. ყველას აქვს შანსი, ნებისმიერ ადამიანს, რომ საული გახდეს პავლე. როგორც მათ ბიბლიაში, როგორც გვაქვს, საულეს ეპატია წინარე ცოდვები და გახდა პავლე და ითვლება წმენის სიმბოლოდ დღეს ქრისტიანულ სამყაროში საერთოდ. და მოციქულთა სწორად ესე ყველასა გვაქვს, ნებისმიერ ადამიანსა გვაქვს, ვინც არ უნდა ვიყოთ შანსი. ვინც ვისურვებთ, რა თქმა უნდა, რომ ნულიდან დავიწყოთ ცხოვრება, ახალიდან დავიბადოთ. და ვაი იმას, ვინც იმას დააბრკოლებს და იმებს წამოაძახებს, რომ შენო ესეო და ისეო. არ შეიძლება ეს, ეგ არის დიდი ცოდვა, იმიტომ რომ შენ თავად დაიჯი მაგით თავს და იმასაც პრობლემას უქმნის, აბრკოლებს. რომ წინ წავიდო, უფრო მეტად ზნეობრივი გახდეს, უფრო მეტი გააკეთოს ქვეყნისთვის შევისთვის, შენთვის, გინდათ მეზობლისთვის, ახლობლისთვის და შენ რაღაც იმეებით იმას აფერხებ, ეგ არ შეიძლება. ეს ზოგადად იცოდეთ რა. ყველას აქვს მეთქი შანსი, რომ პავლე გახდეს, საული გახდეს პავლე. და პირიქითაც არის დღეს კარგია და ხვალ ცუდი ხდება, ეგრეც არის, ყველაფერი ხდება. ჩვენის ნებართვით სიარეს მოუკვით და მე გავაგზელებ შენ. დაფიქრებულია ჯერჯერობით დრო მაქვს. ნახევარ საათს წევს ხოლმე დაახლოებით. აი ხა გადმოვალ უკვე პოლიტიკურ საკითხებზე, აქ ქვეყანაში რაც ხდება და სოფლიოში რაც ხდება რა. აი ყველა ძალა საქართველოში პრორუსულია, პროდასავლურია, ეგრეთ წოდებული ეროვნულია, თვითონ ამ იმის ჩათვლით, ხო? ყველამ შემოიძარცვა ის შესაძლებლობები, რაც ჰქონდა
უწი. ყველა აბსოლუტურად. ეონები, რომ მოდი ეს საკითხი გადავწყვიტოთ, რომ ქვეყანასაც უშველოდა თქვენ გმირებად იქცით და გაუვდით არა ზახი. და პოლიტიკურ მოუსავლეთში მიდიან ყველას უკვე დადებული აქვს ეს ნიშნები, აბსოლუტურად. ყველა ძალა საქართველოში. აბა ერთი გამოვიდეს რომელია ავტორიტეტი და რომელიც ყავს ხალხის მასა. ეს ოცნება ხელისუფლებაშია და ძალაუფლება მის ხელშია. თქვენს იმედს და თქვენ პოზიტივს და თქვენ იმედს თქვენ გონია ვინმე უსმენს ხალხი. ყველა უკუთაყურებს სოციალურ ქსელს. და ჩემნაირი ადამიანები, რამოდენიმე ადამიანი უცხერებს თქვენ არხებს რომ გაიგოს რომ რას გვატყუებთ და რა ხდება აქ და ქვეყანაზე ქართულადაც თქვენგანაც. და მე ჩემად მარტო თქვენ არხებს კი არ უსმენ. უსმენ ხოლმე საინფორმაციო სტორი, თურქული სერიალები რო გაგიდით, მაგაც კი არ უცხერი. იქ კიდე არა უშავს ქართული. რუსული და უკრაინული სერიალები მაინც აქვს, რა ქვია, პოზიტივი. ხოდა ყველანი ზიხართ ნიჩაბზე პოლიტიკური მოუსავლეთისას. თუ გონზე არ მოხვალთ, უფრო მეტი შესაძლებლობები გქონდა. ეს შესაძლებლობები ნენელა გიმცირდება. რაც მოგცათ და მოგეცათ ღვთისაგან. დელევათ ნენელა ეს ყველაფერი. იმიტომ თავად შემოიძახეთ ეს ყველაფერი. თავად იხდით ეგრე საქმეს. ჯერ აქეთ გამოხედვას ვერავის ვერ ვატყობ, რომ აი აშკარად რომ ამბობდეს, რომ მოდი ეს საქმე გავაკეთოთ. თორე არიან ეგრე, რომ კი ბატონო გავაკეთეთ ეს საქმე, მაგრამ სხვა საქმეებს აკეთებენ, სხვა საქმეებიც არიან დაკავებული და ერს და ქვეყანას აკეთი კი დაარბეინებენ და ნენელა ის ერი და ის მრევლიც ელევათ, აღარ გამოდის იმდენი ადამიანი, რაც ადრე გამოდიოდა. აღარ აქვს ის შესაძლებლობა, რაც ადრე ჰქონდათ. და მაინც არას იძახიან. თქვენ მოამზადეთ, ყველა დაიარეთ, ყველა შეიცანხეთ, რომ შეურიგეთ და ისო და მერე კი ბატონო ჩვენ აქავართო პრობლემა არ არის ჩვენგან. მაგრამ რავი ეს მარტო ჩვენი გასაკეთებელი კი არ არის, თუმცა რა თქმა უნდა მაგასაც ვიტყვი, რომ ეს ჩვენი გასაკეთებელია, ვინც ავიღეთ ჩვენ თავზე. და ეს პოლიტიკური ძალები და ეს პიროვნებები, ვინც წარმოჩენილები არიან, გინდა საერთოდ, გინდა სასულიეროდ. ჩვენ შემოგუყურებენ, აბა რას ვიდათ. გავაკეთებთ მოვლენ, რაღაც ნაწილი არ მოვა, რაღაც ნაწილი მოვა და რაღაც ნაწილი გაიწევა მე პოლიტიკური ასპარეზიდან, ანუ გარესკნელის პოლიტიკურ მოუსავლეთში. ვინც ამ საკითხის გადაწყვეტაში არ მიიღებს მონაწილეობას და შეუშლის ხელს, თავისი ქცევით. აქეთ-იქით რომ დაარბეინებენერსა და მრევლს. აი ეგ არის ხელის შეშლა ამ საქმისთვის. რომ კონცენტრაცია ერისა ვერ ხდება ამ მიმართულებით, რომ ეს ქვეყანა რეალურად გამოვიხსნათ და აქ ისეთი ქვეყანა დავამკვიდროს, რომ რეალურად გაიხაროს ქართველმა აქ პირველ რიგში და სახელმწიფო რელიგიას გამოცხადდეს მართლმადიდებლობა. და აიკრძალოს ეს რელიგიური სექტები. და ეს ვითომ პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები და ისინი ჩვენ მოსახლეობას რო გონებას რო უტრიალებენ და რო ახალისტებენ და რო ასექტანტებენ. აი ესენი ყველაფერი აიკრძალება საკითხის გადაწყვეტის შემთხვევაში. არ გვინდა, მაგრამ გვინდა. ოცნება შენ ნიჩაბზე ზიხარ რო იცოდე. რა გინდა სამოქალაქო ომი გინდა მოიჭირო აქ. იქით მიდის მაგის ნიშნები იდები. ვიცი რომ იბრძვი იმისთვის რომ შენი თავი გადაიჩინო, მაგრამ სწორედ ეგ გადაგიყოლებს შენ, რადგან ერის ხარეს არ გები და სისგან და ერის რა მოთხოვნაც არის. იმაზე არ მოდიხარ რომ დაცანხმდე რომ დროებით კოალიციური მთავრობაში მიიღო მონაწილეობა. რო იქ ახალ მთავრობაში მე შენი წარმომადგენლობაში იყოს საზღვარი. ვინცად გამოდგება მინისტრი იქნება თუ რა დარგით ჩაბარდება და რა თანამდებობას ჩაბარდება. პური უნდა აწყოს, ეგრე აღარ იქნება რომ ეხლა ჩემი ახლობელია ის არის ახლა იმ დასავლეთმა მითხრა და მაგიტო დაუნიშნე, ყველაფერი იქნება ქართული და ეროვნული, ზნეობრივი და მორალური, სამართლიანი. და არ იქნება ეს უსამართლო. ამას გპირდება თუფალი და ამას გპირდებით ჩვენ, თუ ამ საკითხს გადავწყვიტავთ. და ყველა უფრო მეტად ღირსეულად იცხოვრებთ თქვენ, ვიდრე ეხლა ხართ რაღაცებს უხართ ჩაჭიდებული. ეს შევიძინეთ მდიდრები ვართ და ეგ ყველაფერი დაგრჩებათ მის ქიოხრად და
ხო ფაქტებით ხო დასტურდება რომ ეგრეა რაც მაგას გეუბნებით ვინ იყავით სად იყავით და გეუბნეოდათ ბატონიერი და გეუბნეოდით ჩვენ და თავადაც გეუბნეოდით რა შესაძლებლობები გქონდათ რამდენი პოლიტიკური ძალა იყავით შეუღრმავდით ზოგიდან მოყოლებული დღემდე და რა მოგივიდეთ ხო გაისტუმრეთ პოლიტიკურ მოუსწავლეთში თავები ზოგმაც ხეებზე დაამთავრეთ ზოგი ფიზიკურად მოკლეს გაანადგურეს ეს საფრთხე გააქვთ მეთქი და ეს საფრთხე აქვს ამ ქვეყანას აქ სამოქალაქო დაპირისპირება მოხდეს ან ვიღაცასთან დიდ სახელმწიფოსთან მოგვივიდეს ომი აგერ იქ უკრაინას ვიქესებენ იქ ირანს ვიქესებენ იქ ასეთის ვიქესებენ თუ დაგვეჯახონ ჩვენ უშეძე ხო ლაპარაკი ზედმეტი ეს ოპოზიცია არის ხელოვნური ოპოზიცია ამ ხელისუფლების მიერ შექმნილი პროდასაუბრებზე საუბარი რატომ მაგათ არის გულბაათი რო დაიჭირა და იქ უსამართლოს იმდენი ხალხი როზე ციხეებში დასავლური ღამურა კანონი რატო არ იკეთს მაგას თან ამბობს აგენტები არიანო და თან სასათბურე პირობებში რო არიან ის ჯარიმენ მაგათვის არაფერი არ არის იმდენი აქვს ქვეყნისგან მოპარული და იმდენი სუხდიან გარედა არსებობს კიდე სხვა გზები თუ იქიდან მაგას შეუძლებელი მიზნით ფული შეიძლება გააკონტროლოს აკონტროლებს თუ იქ ხო ეგენიც მოუსავლეთისკენ მიდიან და ყველა მოუსავლეთისკენ მიდიხარ პოლიტიკური მოუსავლეთისკენ თქვენი წინა მორბედები ვით მაგათი ტივტივები და მაგიტო ყავს ეგენი თორე მაშინ მართლა ეროვნული საქმე უნდა გააკეთო ამ ქვეყანას უნდა მიხედო ამ ერს უნდა მიხედო უნდა მიეფერო ამ ესეთი ჯარიმები და ისინი რო აქვს ესეთი გაუსაძლისი პირობები როა ფაბრიკა ქარხნები რო არ არის აქედან რო ხალხი გარბის ციხეები რო გადავსებული გაქვს უსამართლოს დასჯილებით და ყველაფერი თქვენი ბრალია შევონადი და მოყოლებული დღემდე თუ ვინმეს რამე დაუშავებია იმიტომ რომ თქვენ აცხოვრეთ ეგრე ხალხ მით უმეტეს 1995 წლიდან მოყოლებული როცა ფოლის ჭეშმარიტი სიტყვა მიიღო ბატონმა ჯორჯაძემ და საჯაროდ გააცხადა თბილისში ქართველი ერის და კაცობრიობის გასაგონებს სადაც ინტელიგენცია ესწრებოდი პოლიტიკური ძალები ესწრებოდი სხვა ქვეყნების საელჩოები ესწრებოდი და 2-3 დღე ატრიალეთ ეს და მე წაბუდაადეთ ამ საკითხს და ბატონაგაგის ომი გამოუცხადეთ საერო ემას და სასულიერო ემას ქვეყნის გარედანაც და ქვეყნის შიგნითაც რომ ეგრე არაო ისევ ჩვენ გვინდა რომ ვიყვეთო და ვიყვეთო რომ ეს ხალხი ყურმუჭირ მონებას ყავდესო და ეს ქვეყანა თქულიფოთო რა ეგრე არისო თუ წყულის ომობ რა ვიღაცებს შეგეშინდა რაღაცები წავდით დაჭერილი ყურებით მაგიტო ხმას ვერ იღებს და ბუჩქებში ზიხარ ზოგი მაგრამ